დილამშვიდობისა, განვაგრძოთ რადიომედის დილის არხის ფორმატში მუშაობას 9 საათი 19 წუთი გახლავთ და კახა გელაშვილთან ერთად სპორტულ მიმოხილვას შემოგთავაზებთ. დილამშვიდობისა, კახა. მოგესალმები ზაზა, მივესალმები მსმენელს. მოკლედ, სალაპარაკო დაგვიგროვდა, ჩვენ გუშინვე ვთქვით, რომ გუშინვე ვისაუბრეთ საკალათბურთო ფინალზე, რომელიც საღამოს დღის მეორე ნახევარში გუშინ გაიმართა. აღნიშნეთ ისიც, რომ დღეს ვიქტორ სანეევის დაბადების დღეა, ამაზეც ვისაუბრებთ აუცილებლად და ალბათ ჩვენი დიალოგი უნდა დავიწყოთ იმ საფეხბურთო შედეგებით და გამოვიხმაუროთ კიტეიშვილის გოლს, რომელიც UEFA-ზე უწუხელ ჩატარებულ მატჩებს უკავშირდება. არაერთი შეხვედრა იყო, საკმაოდ ბევრი შეხვედრა იყო, თუმცა ჩვენ 36 მატჩი იმუნდებზე გავამახვილებთ ყურადღებას. პირველ რიგში ალბათ კიტეიშვილის გოლი უნდა აღვნიშნოთ, რომ და მისი მაღალი შეფასება და ტრადიციულად შესანიშნავ ფორმაშია და იყო გუნდის ბურჯი. უბრუნდება ჩვენ ძალიან გვახარებს ოთარ კიტეიშვილი, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი. რა თქმა უნდა, სასიხარულოა, შტურმშიც გამოიჩინა ავსტრიის შტურმში თავის კლუბში, თუმცა მთავარი მატჩები ოთარს 11 და 14 ოქტომბერს ელის საქართველოს ნაკრები მოგესალმებათ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ორ გასვლით ურთულეს შეხვედრას შეატარებს ჯერ ესპანეთთან, შემდეგ თურქეთთან და აი ამ მატჩებისთვის კიტეიშვილი ეროვნულ გუნდს დაეხმარება. უნიშნულოვანესი. როგორც ვახსოვს, სექტემბრის სანაკრებო მატჩებში იგი არ ყოფილა, არც გიორგი ჩაკვეტაძე იყო, ჩაკვეტაძე ამჯერადაც არ იქნება ტრავმის გამო. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ავსტრიის შტურმმა გლაზგო რეინჯერსი დაამარცხა საკუთარ მოედანზე 2-1. თავისი გოლი მეორე გოლი გაიტანა უმნიშვნელოვანესი გოლი კიტეიშვილმა და ამის შემდეგ რეინჯერსმა შეამცირა ანგარიში ჩამორჩენა, თუმცა სულ ეს იყო ანგარიში აღარ შეცვლილა 2-1. შტურმმა პირველი სამი ქულა იყო ევროპა ლიგაზე, ჯერჯერობით გუნდი რამდენიმე გუნდთან ერთად ინაწილებს პოზიციებს 22 ადგილზე ამ ზუსტი მონაცემით ეს გუნდი. მომდევნო ტურში კიდევ ერთ გლაზგოურ კლუბს დაუპირისპირდება შტურმი 23 ოქტომბერს გლაზგოში სელტიკს შეერგინება კიტეიშვილის გუნდი. გუშინ კიდევ რამდენიმე ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა როგორც ევროპა ლიგაზე, ისე სუპერ კონფერენს ლიგაზე, სწორედ მათზე ვისაუბროთ. განვაგრძოთ კერძოდ ფეხბურთზე საუბარი. გურამ კაშია, ბრატისლავის სლოვანის კაპიტანი. გუშინ ფრანგულ სტრასბურგთან ძირითად შემადგენლობაში იყო, დამარცხდა სლოვანი ანგარიშით 1-2. კაშიამ სასტარტოში იყო, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 93 წუთზე შეცვალეს ქართველი მცველი, ვეტერანი ქართველი მცველი, თავდასხმის შეტევის გასაძლიერებლად შემტევი ფეხბურთელი გამოიყვანეს, თუმცა ამ ყველაფერმა შედეგი ვერ გამოიღო. მეორე ტურში კონფერენს ლიგაზე გამოდის სლოვანი, როგორც ვიცით, ალკმაარს შეხვდება ნიდერლანდურ საფეხბურთო კლუბს. ანდრი მექვაბიშვილი, რომელიც რუმინეთში თამაშობს, კრაიოვის უნივერსიტეტის შემადგენლობაში პოლონურ რაკოვთან გასვლით შეხვედრაში დამარცხდა 0-2. მექვაბიშვილი მოედანზე 59 წუთზე შევიდა. და თუმცა როგორც შემდეგში აღმოჩნდა ეს გუნდი უნივერსიტეტის მარცხისგან ვერ იხსნა საბოლოოდ 0-2 გასვლით შეხვედრაში. მომდევნო ტურში რუმინული კლუბი სომხურ ნოას ეთამაშება საკუთარ მოედანზე. სხვათაშორის გუშინ ამ გუნდმა, სომხურმა ნოამ ხორვატული რიეკა დაამარცხა 1-0. ლამის მთელი მატჩი სომხები კაცნაკრული 10 კაცი თამაშობდნენ, მიუხედავად ამისა მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში. ირაკლი აზაროვის დონეცკის შახტარმა სტუმრად მოუგო შოტლანდიურ აბერდინს 3-2 საინტერესო და უხკოლიანი შეხვედრა. თუმცა სამწუხაროდ ირაკლი მოედანზე არ გასულა, მწვრთნელმა საადარიგოთა სკამზე დატოვა. მომდევნო ტურში შახტარი უკვე ვარშავის ლეგიას შეხვდება საკუთარ მოედანზე, მასპინძელი იქნება დონეცკის შახტარი. და კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც გუშინ ითამაშა, ეს გახლავთ შვეიცარიაში მოთამაშე გაბრიელ სიგუა. მისმა ლოზანამ ისლანდიური ბრეიდაბლიკი დაამარცხა საკუთარ არენაზე, დიდი ანგარიშით 3-0. ერთ-ერთი საუკეთესო მასპინძელთა შორის სწორედ 20 წლის ქართველი ნახევარმცველი იყო, რომელმაც საგოლე გადაცემა მიითვალა 33 წუთზე გაბრიელმა მოედნის ცენტრში
ბრწყინვალედ ითამაშა და მეკარისთან პირისპირ დარჩა, თუმცა თავადაც შეეძლო გოლის გატანა, თუმცა უკეთეს პოზიციაში მყოფი თანაგუნდელი გაუსუდია კიდე მოძებნა და მალელმა ფეხბურთელმა ანგარიში 3-0 გახადა. სიგუას მქონდა გოლის გატანის შანსიც 77 წუთზე შორიდან დაარტყა უძლიერესი დარტყმული, თუმცა მეკარემ მოიგერია მისი ეს დარტყმა. სიგუა შევახსენოთ მსმენელს ლოზანაში გამოდის, თუმცა მეორე შვეიცარიული კლუბის ბაზელის საკუთრებაა და ამ გუნდში ლოზანაში საიჯარო ხელშეკრულებით გამოდის. აი ეს ქართველი ფეხბურთელების შესახებ მოკლედ უამრავი მატჩი გაიმართა, მეტნაკლებად საინტერესო შეხვედრები, თუმცა უნდა აღინიშნოს ის რომ ჩემპიონთა ლიგის ფონზე ეს მეორე და რანგით მეორე და მესამე დონის ტურნირები, საბამისად ევროპა ლიგა და კონფერენც ლიგა ოდნავ ჩრდილში ამოქცეული. კი, ეს მუდმივად ასე იყო. ჩვენს ინტერესს პირველ რიგში რა თქმა უნდა ქართველი ფეხბურთელების მატჩები იწევს, რაც არ უნდა იყოს საერთაშორისო შეხვედრებია და ისევე როგორც ის გუნდები, სადაც ქართველები თამაშობენ, მნიშვნელობა აქვს ეროვნულ ჩემპიონატში გამოსვლას და იქ თამაშს ფორმის ასაკრეფად და ნაკრებისთვის მოსამზადებლად კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ საერთაშორისო ტურნირებს უცხო კლუბებთან და სხვა ასე თქვა საფეხბურთო სკოლასთან ზიარება და ყველაფერი ამისთვის არის სწორედ კვალიფიკაციის ამაღლება და საკუთარი შესაძლებლობების განვითარება, ლოგიკურია. მე მგონი ფეხბურთზე საკმარისად ვისაუბრეთ ამ შემთხვევაში და ფეხბურთზე სასაუბრო დრო არ ყოფნის, თორე საკმარისად საუბრობ. კი, კიდევ ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ, თუმცა ახლოვდება სანაკრებო შეხვედრებიც და მომდევნო მით უმეტეს გუშინ ვილისანიელმა 25 კაციანი შემადგენლობა დაასახელა სვანაძემას. მე შეგნებულად არ დავიწყე ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ამაზე რო ვისაუბროთ, დანარჩენ თემებს ვერ გამოვეხმაურებით და ამასობაში ჩვენ მომავალი კვირის დღეებიც გვრჩება საერთოდ სასაუბროთ ამ კუთხით და იქ გამოვეხმაურებით სანაკრებო თემატიკას, სადაც გვაქვს რაღაცა დანაკლისებიც, მაგრამ იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ სასურველ შედეგზე გავალთ. გვექნება შემდეგში. კი ბატონო. საკალათბურთო შეხვედრა, რომელზეც გუშინ ვისაუბრეთ, ფინალი დადიანის ტურნირი დასრულდა. როგორ დასრულდა? გუშინ ოლიმპიურ სასახლეში, როგორც დავაანონსე და ალბათ როგორც ყველა გულშემატკივარს კალათბურთის მოეხსენებოდა მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ქუთაისი, აი ამ ტურნირის ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი გახლდათ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული, შარშან სწორედ სანიკიძის აკადემიის გუნდმა მოიგო დადიანის ტურნირი და ამჯერადაც სანიკიძის აკადემიის კალათბურთელებმა შეიძლება ითქვას ფავორიტი, წყვილის ფავორიტი დაამარცხეს ქუთაისი, როგორც გუშინ აღნიშნეთ, ნებისმიერი ქართული ტურნირების გამოკვეთილი ფავორიტია. ევროტურნირებზეც ასპარეზობს ქუთაისი, ემზადება უკვე ევროტურნირის ჯგუფური ეტაპისთვის, პლუს ამას ქუთაისი, რომლის მთავარი მწვრთნელის უნიჭიერესი ახალგაზრდა ქართველი სპეციალისტი კოტე დუღუშია. უკვე რამდენიმე დღეში სუპერთასის მატჩს ჩაატარებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან. ეს კონკრეტული მატჩი 10 ოქტომბერს გაიმართება თბილისის არენაზე. რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას, ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდმა საკმაოდ საინტერესო მატჩი მოიგო და როგორც უკვე აღნიშნეთ, ზედიზედ დაეუფლა, ზედიზედ მეორე დაეუფლა აი ამ ტურნირის თასს და 77-73 4 გოლის ხოვებით მოიგეს სანიკიძის აკადემიის კალათბურთელებმა, ასე რომ სეზონი სანიკიძის აკადემიის გუნდმა ტრიუმფით გახსნა. შეიძლება ითქვას დავით ნოზაძე, ნიკა ბიცკინაშვილი, ალექსანდრე ნოზაძე, მწვრთნელები, მთავარი მწვრთნელი დავით ნოზაძეა და ასე ვთქვათ წარმატებული სტარტი აქვს ამ გუნდს ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად, ტურნირის MVP, უძვირფასეს მოთამაშედ ლუკა კალატოზიშვილი იქნა დასახელებული ვესეას, ანუ ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელი. კალატოზიშვილმა გუშინდელი მატჩი 19 ქულით 8 მოხსნით დაასრულა. ასე რომ ეს ტურნირი დასრულდა ისტორიის კუთვნილება, როგორც იციან ხოლმე დუდო დადიანის ტრადიციული მემორიალი, სწორედ ამ მემორიალით იხსნება ახალი სეზონი. საქართველოში უკვე ტრადიცია ეს, ამას მოსდევს უკვე ნოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი,
ტრადიციულად ჩემპიონი და თასის მფლობელი ხდებიან ერთმანეთს, თუმცა ამ შემთხვევაში ორივე ეს ტროფეი, როგორც საქართველოს ჩემპიონის ტიტული, ასევე საქართველოს თასის გამარჯვებული ქუთაისი გახლავთ, ორივე შემთხვევაში, როგორც ჩემპიონატის ფინალში, ასევე თასის ფინალში ქუთაისმა სწორედ მომავალი მეტოქე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა ლექსონ აფანაშვილის ასევე უნიჭიერესი ახალგაზრდა სპეციალისტის გასვლილი გუნდი, ასე რომ ეს გუნდები კიდევ ერთხელ შეხვდებიან 10 ოქტომბერს ერთმანეთს თბილისის არენაზე. ეს იქნება სუპერთასი და აი ამ სუპერთასის მატჩს უკვე მოყვება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, საკალათბურთო სუპერლიგის სტარტი 10 ოქტომბერს გაიხსნება. ეს ქუთაისი თესეუს მატჩი 7 ოქტომბერს არის მომიტევეთ შემოშალა 7 ოქტომბერს გაიმართება სუპერთასი და შემდეგ უკვე 10-დან უკვე 10-11-12 სამ დღეზეა გაწერილი პირველი ტური სუპერლიგისა გაიმართება აი ეს შეხვედრები საინტერესო მატჩები იმედია და კიდევ ერთხელ იმედს ვიტოვებ რომ ამჯერად საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს მრავლად დაესწრება გულშემატკივარი და ეს აუცილებელია როგორც თავად კალათბურთის განვითარებისში და ჩემპიონატში ასევე მისი პოპულარიზაციისთვის უამრავი ახალგაზრდა მოზარდი თაობა ესწრება ამ თამაშს და სხვა ეშხი და ელფერი აქვს, როდესაც ბევრი ხალხი სავსე ტრიბუნებს ვერ ვინატრებს სამწუხაროდ ვერც ფეხბურთზე, ვერც კალათბურთზე, ვერც რაგბიზე, ეროვნულ ჩემპიონატზე სანაკრებო მატჩები სხვა არის. და კალათბურთის თემას მოდი დავასრულებ ევროლიგის მეორე ტურის ერთ-ერთი დღევანდელი მატჩით, რომელშიც ბარსელონა თორნიკე შენგელიას ახალი კლუბი ათენში პანათინაიკოს ეთამაშება. და ახლა მათ ჭირდებათ ურთულესი მატჩი უწევს ბარსელონას თორნიკე შენგელიას და მის გუნდს. საერთოდ ბარსელონას ბოლო 3 მატჩი წაგებული აქვს. ოფიციალური, არაოფიციალური, ოფიციალური შეხვედრა ეს იყო წინა პირველი ტურის შეხვედრა ევროლიგაზე თელ-ავივის აპოელთან, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაიმართა, დამარცხდა მაშინ ბარსელონა და ახლა მეორე ტურის შეხვედრა ათენში პანათინაიკოსის წინააღმდეგ. აი ეს კონკრეტული მატჩი 22 საათსა და 15 წუთზე დაიწყება თბილისის დროით. გასაგებია. ახლა კი დროა ვისაუბროთ იმ ადამიანზე, რომელიც ამ ქვეყანას მოევლინა სწორედ მეორე მსოფლიო ომის დასრულების წელს. 3 ოქტომბერს ადამიანი, რომელმაც ჯამში ოქროს 20 მედლის მოგროვება მოაგროვა, ბევრი ტიტული ჰქონდა, უძლიერესი სპორტსმენის, ლეგენდარული სპორტსმენის სტატუსი ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამ ქვეყნიური მიღწევებისა, დევნილის სტატუსს მაინც ვერ გაექცა და თავისი პროფესიული ცხოვრება თუ პირადი ცხოვრება შემდეგ უკვე საერთოდ სხვა სივრცეს სხვა კონტინენტს დაუკავშირა და ამ ადამიანის სხეული ახლა საერთოდ სიდნეიში განისვენებს და საუბრობ ვიქტორ სანეევზე, ადამიანზე, რომელიც სოხუმში დაიბადა, აფხაზეთიდან არის წარმოშობით და საბჭოთა იმ ეპოქის საბჭოთა რეალობის თავარი გმირი გახდა, რომელიც ერთადერთი სამხტომელია მე როგორც ვიცი ძლეოსნობის ამ დისციპლინაში და ზედიზეც სამჯერ ყველაზე რთული სახეობაა ძლეოსნობის შეიძლება ითქვას და კი 3 მეოთხე ოლიმპიადის მოგებაც თავისუფლად შეეძლო, თუმცა იქ რაღაც მიკერძოებას თუ გნებავთ ბიუროკრატიის ნაწილი მოსკოვის ოლიმპიადაზე 1980 წელს ახლოს იყო ოქროს მედალთან, რიგით მეოთხე ოქროს მედალთან, თუმცა მეორე ადგილი დაიკავა იქ ესტონელი მძლეოსანი იაკ უდმაიე გახდა ოლიმპიური ჩემპიონი და ძალიან ძლიერი სპორტსმენიც, თუმცა სანეევის მიასედიც არ იყო ის, მაგრამ იქ 1000 სხვადასხვა მიზეზზე იყო საუბარი. უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტიც, ასე ვთქვათ, არაპოპულარული თემა. ვიქტორ სანეევს რუსეთში, საბჭოთა კავშირის პერიოდში არ აღიარებდნენ როგორც რუს, ის საქართველოში დაბადებული იყო, გაზრდილი და ძალიან ბევრი პრობლემები ხვდებოდა ბატონ ვიქტორ სანეევს. იყო ერთი ესეთი
ცნობილი მოვლენა მოსკოვის ოლიმპიადის დროს გახსნის საზეიმო ცერემონიაზე სანეევს ოლიმპიური ჩირაღმის დარების ეს პატივი ხვდა წილად. თან საერთოდ იშვიათია რომ მოქმედ ჩემპიონებს იშვიათია თითქმის მე არ მაგონდება არა შეიძლება ყოფილა მაგრამ იმ პერიოდისთვის ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც როგორც ესე ვიცი მე პირველი შემთხვევა იყო და გარდა მაგისა იყო მთავარი ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის კულმინაცია არის ჩირაღმის დამტება. აი ჩირაღდანი უნდა წაიღო იმ დიდ ფიალაში, რომელიც ლუჟნიკის სტადიონზე იყო განთავსებული და მას უნდა დაენთო. და ეს წინა დღეს ჩატარდა კიდეც გენერალური რეპეტიცია და ბოლო წამს შეცვალეს. რომ ესე იგი ჩირაღდანი უნდა გამოეტანა სერგეი ბელოვი იყო ასე ლეგენდარული კალათბურთელი და ბელოვს უნდა გადაეწოდებინა იმ დროს საბჭოთა კავშირის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენისთვის ვიქტორ სანეევიშვილს და სანეევს უნდა დაენთო, თუმცა ბოლო წამს შეცვალეს, რომ სანეევს გამოატანინეს და ბელოვმა დაანთო. მიზეზი ვითომ ის იყო, რომ ბელოვი მოსკოველიაო და მოსკოვში ტარდება ოლიმპიადა და მოსკოველმა უნდა დაანთოს. ამ დროს სერგეი ბელოვი ნოვოსიბირსკიდან იყო. უბრალოდ მოსკოვის CSKA-ში თამაშობდა და იმ პერიოდის CSKA-ს ერთ-ერთი ლიდერი საბჭოთა კავშირის უძლიერესი ნაკრების ერთ-ერთი სახე იყო სერგეი ბელოვი და დარჩა ისტორიაში. ეს ერთი თითო იშვიათი ფაქტები არ არის, ასე ვთქვათ, საბჭოთა წარსულიდან მსგავს რამებს ძალიან ბევრს და ხშირად იხსენებენ ხოლმე და ქართველ სპორტსმენს, მათ წარმოშობით რუსებს, თუმცა საქართველოში დაბადებულ გარს და აი მენტალობით და ესეთი აი ყველა ქართველ იგივე ალექსანდრე ამპილოგოვი ავიღოთ, ნიკოლოზ დერიუგინი ავიღოთ, რომელსაც რამდენიმე ინტერვიუში აქვთ აღნიშნული, რომ გარკვეულ იმას განიცდიდნენ მაინც, რომ ისინი ნამდვილი რუსები არიან და ესენი არ არიან ნამდვილი რუსები, თვითონ რუსეთის აი სამსვლელო შტაბი იყო, თქვა საბჭოთა კავშირის თუ სხვადასხვა იქ ხდებოდა უფრო თქვა მაღალ საფეხურზე დაყენება თავიანთი, აი ეს სანეევის მაგალითი იყო ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, ამას მახსოვს მე აიხანი რამდენიმე წელი მიდიოდა საუბარი, რა თქმა უნდა შეისავარაუდოთ მე ესე ვფიქრობ აი ამ მცირე ინციდენტმას დაასვა დაღი სანეევის მიუხედავად იმისა რომ მეორე ადგილი ფსიქოლოგიურად იმოქმედა ვიცე-ჩემპიონობა შეეძლო 4 გზის ოლიმპიური ჩემპიონი ყოფილიყო და არ ვიცი ხა 4 წელიწადში ერთხელ ტარდება ოლიმპიადა, ხო? ასე თარგმნ 16 წლის უნდა შეიყოს სპორტსმენი ისეთ იდეალურ ფორმაში, რომ მან შეძლოს აი ეს რეკორდის გამეორება, თუმცა ვიქტორ სანეევი მაინც რჩება ლეგენდარული. სამჯერ ზედიზედ გამარჯვება და მით უმეტეს სპორტის ამ სახეობაში მაინც რეკორდია, რომელიც დღემდე არსებობს და სხვათა შორის შენ მიერ ნახსენებ 1980 წლის ოლიმპიადაზე ჩირაღდნის გამოტანის პროცესში მონაწილეობით იგი ერთადერთი ქართველია, რომელსაც ამ პროცესში მიუღია მონაწილეობა აი ამ ოფიციალურ ცერემონიაზე. ძალიან საინტერესო ბიოგრაფიის და ასევე ძალიან საინტერესო თვითონ ადამიანი იყო ვიქტორ სანეევი. დაუსრულებლად შეიძლება ეხს ისეთი შტრიხებია მისი ბიოგრაფიიდან. ქართველ კენგურუს ეძახდნენ. თვითონაც აქვს აღნიშნული და სიცოცხლის ბოლო წლებსო ვატარებო კენგურუს სამშობლო ავსტრალიაში. სხვადასხვა იქ ძალიან რთულ პირობებში უწევდა ვიქტორ სანეევს ცხოვრება. პიცის დამტარებელი იყო, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, თვითონაც აქვს წერილი ყველა მიცის რომ აი ამ სამი ოქროს ოლიმპიური ოქროს მედლის გაყიდვას აპირებდა. აი ეს უცხოეთში იქ როდესაც თვითონ ადგილობრივ ავსტრალიაში ადგილობრივ ოლიმპიურ ჩემპიონებს კი არა თქვა აი რაგბის ნაკრების წევრებს მართლა ხელის გულზე ატარებენ რაგბი იქ ნომერი პირველი სპორტია თქვა მაგრამ რადგანაც ეს არ იყო იქაური და ჩასული იყო ნაკლებად აინტერესებდათ მისი ოლიმპიური აი ეს უდიდესი მიღწევები 60 წლის იუბილე გადაუხადეს და გადაუხადა ვინ ბადრი პატარკაციშვილმა უდიდესმა მეცენატმა და ხელმოქმედმა ადამიანმა გვახსოვს ჩვენ 20 წლის წინ დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა ვიქტორ სანეევს და 60 წლის იუბილე თბილისში გადაუხადეს და თითქმის 14 წლიანი სამშობლოსთან 14 წლიანი განშორების შემდეგ ბატონი ბადრი პატარკაციშვილის ძალისხმევით მეუღლესთან ერთად ჩამოფრინდა თბილისში და მახსოვს კარგად ის ემოციები საქალაქო თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებას მიენიჭა ხო? მაგ პერიოდში თუ არ ვცდები ვიქტორ სანეევს კი და ძალიან ბევრი ესეთი
ჯილდო აქვს მიღებული ის უამრავი ხა ის ამის ჩამოთვლაც რო იტყვიან შორსაუყვას, მაგრამ შენ რო ახსენე რომ ახლა 80 წელი შეუსრულდებოდა, როდესაც კიდე მინდა რაღაც ინფორმაციებისთვის თვალის გადავლება, შემთხვევით მოაჩინე რომ რადგან დღეს დაბადების დღე არის, 2 დღის წინ ვიქტორ სანეევის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე სპორტსმენის მეუღლეს შეხვედრია. თბილისში ბრძანდება. გვარცგიას და ესეც კარგი ჟესტია, იმიტომ რომ ოჯახის წევრებს რომ მიანიშნებ, რომ ჩვენ გვახსოვს და არ იკარგება მსგავსი რამ, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს ძალიან ბევრი ლეგენდარული სპორტსმენი, რომლებიც რაღაცა პერიოდი აქტიურად არიან საზოგადოების თვალში, მერე დაკარგულან და აი ეს ელემენტარული ყურადღება და სითბოც კი დაკლებიათ. მე არ დავიწყებ ახლა კონკრეტულ ადამიანებზე საუბარს, მაგრამ მსგავსი რამ არსებობს და შესაბამისად მინიმუმ მოკითხვა, მინიმუმ ყურადღების გამოჩენა ძალიან ბევრს ნიშნავს. მე არ ვსაუბრობ ახლა იქ მატერიალურ და სხვა ტიპის მხარდაჭერას და ასე შემდეგ. ცნობილია რომ ვიქტორ სანეევი რო იტყვიან აი ამდენი წლის ემიგრაციაში ყოფნისას ეს საქართველოს მონატრება და ნოსტალგიამ შეაწუხა შეიძლება ითქვას და ასევე ცნობილი ფაქტია ისიც რომ მის დაკრძალვის სამგლოვიარო ცერემონიალის დროს 2 ქართული სიმღერა ზამთარი და საქართველოს ამათო ცისფერი ტრიოს შესრულებით გაჟღერდა როგორც საქართველოს შვილი ისე დაიწყეს იქ ყუპმა ქართველებმა და ავსტრალიურ მიწას, ხო, და ოჯახის გადაწყვეტილებად სიდნეიში დაიკრძალა. ამ ადამიანის საოცარ შედეგებზე საუბრისას მე რატომღაც თვალში მოხვდა, არ ვიცი ახლა ეს რა სიმბოლიკასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ციფრების მნიშვნელობა და ციფრების გავლენა ადამიანებზე, მათ ცხოვრებაზე ცალკე თემა და ამის ცალკე სპეციალისტები არსებობენ, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ მან 3-ჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი და სამივე იყო ერთსა და იმავე რიცხვის დღეს ეს იყო 17 რიცხვი 3-ჯერ 17 ხო 68-ის პირველი დიდი ჩემპიონატი 2 რეკორდი 17 და ისიც საინტერესოა რომ 17 რიცხვში 17 ოქტომბერს 17.23 სანტიმეტრი იყო და მე ეს 17 და დანარჩენი მთელები ორჯერ გააუმჯობესა და საბოლოოდ იყო ისევ 17 ოქტომბერს სოხუმში უკვე დაამყარა მსოფლიო რეკორდი და იქ იყო 17 და 44 რაც მის კარიერაში და მის ისტორიაში, მის სპორტულ მიღწევაში ყველაზე მაღალი შედეგია და მანამდე იყო რომ 17 და 39 ანუ 17-დან და თან 17 ოქტომბერი. შეიძლება ეს პირველად რომ იმ დღეს დაამყარა, იმის მერე სოხუმში გასაგებია რომ შეიძლება დაამთხვია შეგნებულად, მაგრამ მანამდე რო 17 ოლიმპიურ თამაშებზე ორივეჯერ, კი, მოვლენა იყო დიდი. დღეს ფეხბურთზე ვისაუბრეთ ჩვენ, ცოტა სხვა თემაზეც გადავიდეთ. დღეს არის ერთ-ერთი ესეთი ცნობილი იტალიური კლუბის, რომელსაც დაბადების დღე მოკლედ დიდი გულშემატკივარი მე არ მგონია საქართველოში რო ყავდა. ეს არის ბოლონია, რომელიც 1909 წელს სულთა დღეს და ეს ამ კლუბის ერთი პერიოდი გულშემატკივრობდი, რატომ? იმიტომ რომ რობერტო ბაჯო თამაშობდა, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი. ჩემი აზრით, იტალიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. საოცარი ადამიანი, რომელიც ფეხზე მდგომი გარდაიცვალა. ან მართლა ტრაგედია იყო ის ერთადერთი პენალტი. ადამიანის რო გაეტანა ის პენალტი, მაინც არ ამგონია რომ მოიგო, ბრატ. ის კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა, მაგრამ ეს არის ალბათ დიდი ადამიანების და ტალანტების ასეთი ხვედრიც არსებობს. მოკლედ ბოლონია არის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი იტალიაში. 7 გზის ჩემპიონია, ჩამორჩება მარტო იუვენტუს, მილანს, ინტერს და ასევე ჯენოას. ეს 7 გზის 9-ჯერ გახდა ჯენოა ჩემპიონი და საინტერესო რატო ახლა ეს ბოლონიას ისტორია. ბოლონია იყო და ესე იგი 6 საჩემპიონო ტიტული მოიპოვა 20-30-იან და 41 ბოლო 1941 წელს, ანუ როდესაც იტალიაში ფაშისტური რეჟიმი მძვინვარებდა და იყო დუშე მუსოლინის უსაყვარლესი გუნდი.
და რატომ ყველა არჩევნებზე ქალაქი ბოლონია ფაშისტურ პარტიას 100%-იან ლამის 100%-იანი ხარდაჭერა ჰქონდა ხმების მხრივ და აი ამ ასე ვთქვათ ამის გამო ბოლონიას იყო თქვა სასათბურე პირობებში შეიძლება ითქვას ფეხბურთელების მაშინ არ იყო ისე მასიური ხო ის საფეხბურთო ტრანსფერები ფეხბურთელის არ იყო 20-30-იანი წლები ჯერ საერთოდ ფეხბურთი ფეხს იდგავდა ევროპაში და ლეგიონერების თემატიკაც არც ისე აქტიურია ჯერჯერობით ეს ისე მასიურად არ იყო როგორც ახლა რა თქმა უნდა ეხლა საერთოდ სხვა ფეხბურთია. და იტალიაში ლეგიონერების ჩამოსვლა კიდე ცალკე გარღვევა იყო, ასე ვთქვათ, კულტურული ევოლუციისა. ამიტომაც შეიქმნა მე ერთსა და იმავე ქალაქში დარჩა მილანი და მილანი ინტერნაციონალი, იმიტომ რომ იგივე იტალიის ნაკრებიც არგენტინელი ეთნიკური იტალიელები ყავდათ უმრავლესობა და მსოფლიო ჩემპიონი მაგ თავიანთ სამშობლოში. ნუ ეს სხვა თემაა. და ეს ბოლონია დღეს დიდი მითაღინიშნება მთელ ქალაქში. ბოლონია ეს ქალაქი ჩვენთვისაც საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ საკალათბურთო კლუბ ბოლონიაში ვირტუში თორნიკე შენგელი ეთამაშობდა ბოლო პერიოდამდე და პატარა ქალაქია და აი ამ ნებისმიერი საზეიმო განწყობა უკავშირდება სპორტს, ფეხბურთს, კალათბურთს, თქო ნებისმიერ სხვა სფეროს ამ საზეიმო განწყობით ცხოვრობს ქალაქი. ყველგან ასეა, ჩვენთანაც ასეა, თუ რაიმე საზეიმო აღინიშნება და აღინიშნებოდა წლების მანძილზე რა საკითხთანაც არ უნდა ყოფილიყო, ყველა მეტნაკლებად ჩართული და დაინტერესებული. მით უმეტეს პატარა ქალაქებში ეს უფრო მკვეთრად იგრძნობა. ამ დრო გვატყობინებს რომ უნდა დაასრულოთ საუბარიო და ლოგიკური წერტილი რო დავსვათ, კახა ჩვენ კი სანაკრებო თემაზე მომავალ კვირასაც ვისაუბრებთ, მაგრამ მოდი ამასობაში მივაწოდოთ ინფორმაცია მსმენელსაც უკვე უწუხელ გვიან გავრცელდა ამის შესახებ, რომ ჩვენ ვიცით 2026 წელს უკვე ჩატარდება საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი 3 ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში და შესაბამისად გუშინ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ პრეზენტაცია მოახდინა სპეციალურად ამ ტურნირისთვის შექმნილი ბურთისა სახელწოდებით ტროინდა 3 ფერშია ბურთი წარმოდგენილი ტროინდა ეს არის წითელი, მწვანე და ლურჯი, ამით ეხმიანებიან ამერიკის, კანადისა და მექსიკის ასე ვთქვათ ნაციონალურ ფერებს და 48 გუნდის ჭიდლს ჩვენ უკვე 2026-ში დავაკვირდებით და იმედი გვაქვს რომ მშვიდობიან გარემოში და მშვიდობიანი მსოფლიო იმედია მშვიდობა იქნება. მშვიდობიან პირობებში დააკვირდება და უყურებს ფეხბურთს. და ნებისმიერი ესეთი ღონისძიება, დიდი ღონისძიება, მსოფლიო ჩემპიონატი იქნება, ოლიმპიადა იქნება, სამწუხაროდ უკვე წინ უძღვის ის რომ იმედია მაგ დროისთვის მშვიდობა იქნება. ხო, ნუ დიდი მადლობა ასევე და მადლობა მსმენელს და ერთი კვირით აი ამ ფორმატით ზუსტად მომდევნო ხუთშაბათამდე დაგემშვიდობებით. მე კი 11 საათსა და 20 წუთზე მას ჩვენს კარგად იტყვი. მე კი უკვე შემდეგ კახას მას შემდეგ რაც კახა სპორტის სახლებით დაგიბრუნდებათ პირდაპირ ეთერში, სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ დღეს უქმე დღეა, ვინც ისვენებთ წარმატებულ დასვენებას გისურვებთ, ვინც ჩვენსავით მუშაობთ წარმატებულ და შედეგიან სამუშაო დღეს გისურვებთ. მადლობა დროებით.